რას ცვლის ბავშვების ცხოვრებაში მუსიკა? შესაძლებელია თუ არა ისწავლო მუსიკა? რას და როგორ სწავლობენ ბავშვები მუსიკალურ სტუდიებში და გვაქვს თუ არა ასეთი სტუდიები საქართველოში? მართლაც ხარისხიანი სტუდიები, რომელთაც ბავშვს მიანდობ. რა თვისებები უყალიბდებათ ბავშვებს სიმღერისა თუ ცეკვის სწავლის პროცესში? როგორ არის შესაძლებელი დაეხმარო ბავშვს სულ პატარა ასაკიდან მისწვდეს იმას, რაც მანამდე მიუღწეველი ეგონა? დაძლიოს აუდიტორიის შიში, მიეჩვიოს სცენას, ჩამოუყალიბდეს მუსიკალური გემოვნება. და სულაც არ არის აუცილებელი ამ ბავშვმა ხელოვნების რომელიმე სფერო თავის სამომავლო პროფესიად აქციას. თავარია რომ იგი გემოვნებიანი მსმენელი იყოს და მუსიკა მისი ცხოვრების თამდევი გახდეს. ასეთი გახლავთ სტუდია ანაბანა. დღეს ჩვენი სტუმარია ამ სტუდიის პედაგოგი, მუსიკოსი ნანა გვარმიანი. ქალბატონო, მოგესალმებით. დიდ მადლობას გიხდით გადაცემაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირიქით. რას და რა ასაკიდან სწავლობენ ბავშვები თქვენ სტუდიაში? ჩვენ სტუდიაში ასაკიც ეს სულ რამოდენიმე წელია მოხდა უკვე ასე რომ სხვათა შორის ესეც ქალბატონი მარინას ერთ-ერთი ნოვატორული იდეა იყო რომ 4 წლიდან უკვე აკვავს პატარა ბავშვები და დავარქვით ასე ვთქვათ ექსპერიმენტული ჯგუფი. რამაც მინდა გითხრათ რომ ძალიან გაამართლა. ნუ რაღაც წარმოუდგენელი იყო რომ ეხლა 4 წლის ბავშვი დააკავოს კამზე და იყოს მთელი დღე გაკვეთილზე, მაგრამ ნუ აღმოჩნდა რომ რაღაცა გარკვეული მეთოდების შეთავსებით და რაღაცა ამ ექსპერიმენტების გაკეთებით ეს სრულიად შესაძლებელია და ძალიანაც ამართლებს. და რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია, როდესაც თავიდანვე ბავშვი სწორ მიმართულებას იღებს, სწორ რელსებზე შედგება ასე ვთქვათ და ჩვენთან შეისწავლება რა თქმა უნდა სიმღერა, მოდი დავარქვათ ასეთ მუსიკის სიყვარული პირველ რიგში, რაც ყველაზე უფრო მთავარი არის და ამ ჩვენი ამოცანა არ არის აბსოლუტურად რომ ყოველი მათგანი გახდეს პროფესიონალი მომღერალი ან მუსიკოსი. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს ამას. ეს ასე არის რა თქმა უნდა ევროპაშიც და ამ მუსიკის დანიშნულება არის მხოლოდ ის რომ ძალიან პოზიტიური ზეგავლენა ჰქონდეს ბავშვის თუნდაც ფსიქიკაზე. ჩამოუყალიბდეს სწორი გემოვნება, გახდეს ძალიან ლაღი, თავისუფალი და უბრალოდ ყავდეს ძალიან ბევრი კარგი მეგობარი და ისიამოვნოს. პირველი დანიშნულება მუსიკის არის ის, რომ მიიღოს მან პირველ რიგში ძალიან დიდი სიამოვნება და მთელი თავისი ეს შინაგანი სამყაროს, ასე ვთქვათ, წარმოჩენა მოახდინოს ძალიან დადებით და პოზიტიურ გარემოში. თქვენ ახსენეთ ერთგვარი ექსპერიმენტები. აი, კერძოდ რა მიდგომებს, რა ექსპერიმენტებს მიმართავთ იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს სიმორცხვის დაძლევა, მიიღოს სიამოვნება ზოგადად სწავლის პროცესისგან? ზოგადად იცით რა არის ჩემი განათლება, ასე ვთქვათ, ასე წარიმართა, რომ რაღაც საკმაოდ მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა და მათ შორის ესეთი შეხება მოხდა ჩემი 2016 წელს სწავედი ზალცბურგში, ავსტრიაში. ორფის პედაგოგიური ინსტიტუტი არსებობს ასეთი და არსებობს ესეთი ეგრეთ წოდებული ორფის მეთოდოლოგია ორშულბერგი, რომელიც კარლ ორფმა ძალიან ცნობილი, გარდა იმისა, რომ ძალიან ცნობილი კომპოზიტორი იყო, ეს ადამიანი იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი და მან შექმნა მთელი მეთოდოლოგია, რომელზედაც დღეს მთელი ევროპის, ამერიკის განათლების მუსიკალური სისტემა ეყრდნობა და იყენებს ამას. შემდეგ ეს ჩვენი ურთიერთობა ძალიან მძლავრად გადაიზარდა უკვე ფინეთში და მე ყოველწლიურად ჩავდივარ ფინეთში, სადაც ტარდება ერთკვირიანი რაღაც ინტერნაციონალური პედაგოგების შეკრება, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან პედაგოგები და იქ ხდება ვორქშოპები, რაღაც ყავს მენტორები, რომლებიც აი აზიარებენ და გვიზიარებენ აბსოლუტურად ყველა სიახლეს, რაც კი შეიძლება დღეს აი მუსიკალურ სფეროში, პედაგოგიურ სფეროზე მაქვს საუბარი, შეიძლება ხდებოდეს. ასე რომ ეს ძალიან საინტერესოა და ასე ვთქვათ პულსზე გვიჭირავს ხელი, ანუ რა ხდება დღეს, რა არის ახალი და ამ შემთხვევაში ეს ჩვენი მეთოდები მოიცავს იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ ბავშვი მოვიდეს გაკვეთილზე სკამზე დაბმული, თან მით უმეტეს 4 წლის ბავშვი იჯდეს. არა, ეს მოიცავს იმას, რომ ეს ბავშვები ეცნობიან მთელი მსოფლიოს ფოლკლორის უმარტივეს ნიმუშებს. ეხლა ეს უმარტივესი ზოგადად მე რო თავიდან ჩავედი, ვიფიქრე რომ რაღაცა იქიდან აკადემიური განათლებით ჩასული რაღაცა ადამიანი, რომ ცოტა რაღაცა პრიმიტიული ხო არ არის ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერი გენიალური არის ზუსტად მარტივი ძალიან. აი ამ ვითომ ერთი შეხედვით პრიმიტიულობის უკან იმალება ძალიან დიდი სიბრძნე, ძალიან დიდი გონიერება და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა უნარები არის ჩადებული და ეს მეთოდოლოგია ზოგადად ეხა როგორც შეფასებები ხო ხდება არა რაღაცეების ამ ცხოვრებაში არის შეფასებული როგორც ყველაზე ჰუმანური, როგორც ყველაზე დემოკრატიული, იმიტომ რომ განსაზღვრული არის ყველა აბსოლუტურად ყველა სახის, ყველა შესაძლებლობის ბავშვისათვის და მოიცავს ძალიან გუნდური მუშაობის პრინციპს, მოიცავს იმას რომ ეს ბავშვები მღერიან
პარალელურად კიდევ იყენებენ ქართულად არ ვიცი როგორ თარგმნოთ ზუსტად, იმიტომ რომ რაღაც შესატყვისი კი რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ესეთ ტერმინი არ არსებობს, body percussion ეგრეთ წოდებული, როდესაც ეს ბავშვები თან თავის სხეულს იყენებენ როგორც დასარტყამ ინსტრუმენტს, ანუ რიტმული თანხლება ხდება ამით და ეს ტაშებით, ეს აფრიკული სიმღერები, ბრაზილიური, არ ვიცი, აი ძალიან მრავალფეროვანია, ძალიან სახალისოა. ეს ბავშვები ძალიან ბევრს მოძრაობენ, დახტიან, ცეკვავენ, მღერიან, მოკლედ კარგად ერთობიან, მინდა გითხრათ, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდ საქმესაც აკეთებენ და ძალიან ბევრ კარგ უნარს ივითარებენ და ეს ზოგადად ცნობილი არის, რომ აი ეს მუსიკალური თან მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც ძალიან დიდი პრობლემა არის აი ამ გაჯეტების, მიჯაჭვულობის ეკრანზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოტა ეს ბავშვები მოვაცილოთ ცოტა ხნით რაღაც აი ამ ეკრანებს და რაღაცა უფრო ძალიან ცოცხალი და ისეთი ბუნებრივი, კარგი, პოზიტიური საქმით დაკავდნენ. რამდენადაც ვიცი, თქვენი მუშაობის შედეგს პერიოდულად წარუდგენთ ხოლმე საზოგადოებას, ერთგვარი შემაჯამებელ კონცერტებს ატარებთ. და სხვათა შორის წელს ანაბანას სტუდიას აქვს იუბილე 15 წელი შეგვისრულდა, ეს ძალიან ისეთი სერიოზული თარიღი არის უკვე და მრავლის მთქმელია და ჩვენ ძალიან ბევრი აღსაზრდელი თუ უკვე აღზრდილი კონსერვატორიის სტუდენტები გახლავთ, ძალიან ცნობილი მუსიკოსები, ვინც დღეს საქართველოში მუსიკალურ სფეროში ტრიალებს. მათ შორის ერთ-ერთი უკვე წელს სექტემბერში ჩვენთან იწყებს უკვე ანაბანაში როგორც პედაგოგი მოღვაწეობას და მე ვაპირებ რომ მასთან რაღაც კოლაბორაცია გავაკეთო. არ შემიძლია არ აღვნიშნო, როდესაც სიტყვას ვამბობთ ანაბანას, ეს ანაბანა ჩემთვის პირადად ასოცირდება ორ ადამიანთან. ეს არის პირველი მარინა ბერიძე, რომელიც არის ამ სტუდიის და იდეის დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ძალიან ეს არის ხოლმე კონცერტები, რომელიც ჩვენ სერია გვქონდა, ახლა რაღაც ცოტა საიუბილეოდ შედარებით გრანდიოზულად აღნიშნეთ ეს ყველა ჩვენი პედაგოგის სახით და ისეთი გულუხვობით და რაღაცა ისეთი ძალიან დიდი კომპლიმენტებით აჯილდოვებს და წარადგენს ყველა პედაგოგს და უხდის ძალიან დიდ მადლობას და მე აქედან მინდა მას რომ ყველაზე დიდი მადლობა მას გადაუხადო, იმიტომ რომ ის რომ არ ყოფილიყო დღეს არ იქნებოდა არავის. და კიდევ მეორე, რომელიც ძალიან ისე აქტიურად ცდილობს რომ კულისებში დაიმალოს, აი მისი იდეების ხორცის შემსხმელი თუ ფრთების შემსხმელი მოკლედ და განმახორციელებელი და ყველაფრის ძალიან ისე ზუსტად დამაორგანიზებელი და ასე ვთქვათ რა სიტყვა ვიხმარო აღარ ვიცი, მოკლედ ამ ყველაფრის იდეის გამხორციელებელი გახლავთ ჩვენი მაიკო ლალიაშვილი. ესეც არაჩვეულებრივი უსაყვარლესი ჩვენი მაიკო. როგორი არის ხოლმე საზოგადოების მხრიდან შეფასებები თქვენი ნამუშევრების და როგორი არის ხოლმე ზოგადად აი სცენაზე დგომის გამოცდილება უკვე ბავშვებისთვის, რომლებიც არა მარტო პროცესით კმებიან, არამედ ერთგვარ ანგარიშს აბარებენ მშობლებს თუ აუდიტორიას. მინდა გითხრათ, რომ ალბათ გასაკვირი არ იქნება, მაგრამ აი ყველა რაღაც აი ეხლა გქონდა ზუსტად 22-ში ბოლო დასკვნითი კონცერტი აი ამ სერიებიდან და აი ყველა რაღაც აი უდიდესი ბედნიერებით ახსილი არის და რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილები, იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან ძალიან ლაღები. აბსოლუტურად არ იგრძნობა იქ რაღაც ზედმეტი ნერვიულობა თუ შფოთვა თუ რაღაცა ეს წუხილი, იმიტომ რომ ეს მათთვის არის პირველ რიგში სიამოვნება და ეს არის ალბათ მთავარი დანიშნულება და მიზანიც. ქალბატონი, რა შეეხება მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას, რაც არის ალბათ ამ სტუდიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და მიზანიც. აი რა სამუშაოები ტარდება ამ თვალსაზრისით? გულისხმობ იმას, რომ შეიძლება ბავშვი სამომავლოდ საერთოდ არ გაყვეს ამ პროფესიას, მაგრამ იყოს კარგი მსმენელი, მას უყვარდეს ხელოვნება, უყვარდეს და ესმოდეს მუსიკა. აი რა აყალიბებს აი ამ ჩვევას, ამ მუსიკის აღქმას, გემოვნებას, კულტურას? აქაც მივიდეთ ისევ დაუბრუნდეთ ქალბატონ მარინასთან, იმიტომ რომ ის არჩევს ძალიან სწორ გუნდს. არჩევს პროფესიონალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამას, რომ მათ შეარჩიონ სწორად, მიმართულად, მიზანმიმართულად აი ეს რეპერტუარი, რომელიც შეიძლება რომ ვუწოდოთ მას, რომ ის გემოვნებიან და კარგ მუსიკას მოისმენს ეს ბავშვი სამომავლოდ. და ხდება, რა თქმა უნდა, იცით რა არის, სხვათა შორის არც ესე არ უნდა მოხდეს, რომ ჩვენ ძალიან შორს წავიდეთ დავუშვათ ბავშვებისაგან. აი ამ ზლავირება ხდება, რომ ძალიან ხშირად მეც ვეკითხები, რომ აი თქვენ რას ისურვებდით, რომ აი მაგალითად თქვენ იმღეროთ კონცერტზე, რას შეასრულებდით. მაგრამ გააჩნიათ, რომ რაღაც ახლა თუ ისეთი ძალიან რაღაცა ვარიანტი შემომთავაზა, ნუ მე იქ რაღაც ხდება, რომ მოდი იქნებ ეს არა და მოდი და საბოლოო ჯამში ვიღებთ რაღაც დაბალანსებულ ძალიან ისეთ ნორმალურ რეპერტუარს. მაგრამ
აი ბოლო ნომრად შევასრულეთ სხვათა შორის ძალიან ტრენდული ერთ-ერთი სიმღერა მთხოვს, რომ თუ შეიძლება ძალიან გთხოვთ, რომ ვიმღეროთო კონცერტზე ეს სიმღერა, ყველა მიცოდა, მე არ მისწავლებია ეს სიმღერა, მაგრამ მეც დავთანხმდი, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ეს სიმღერა რადგან ტრენდული არის, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მაინც და მაინც აუცილებლად რაღაცა არ უნდა იყოს ძალიან ისეთი კარგი. აღმოჩნდა რომ მშვენიერი სიმღერა არის და ამიტომ ანუ ხდება აი ამ ყველაფრის შეჯერება, გაზიარება და გათვალისწინება, რა თქმა უნდა, მათი სურვილების. იცით რა მეტესებს არიან ბავშვები, რომლებსაც თავიდანვე პატარაობიდანვე აქვთ გამოხატული მუსიკალური ნიჭი და არც სცენის შიში არ აქვთ. თუმცა არის ძალიან საპირისპირო შემთხვევები. ძალიან ნათლად ჩანს. ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია იმის მიღწევა, რომ ბავშვს შიში გაუქრეს და სცენაზე დგომა შეუყვარდეს, თუ ეს არ არის თვითმიზანი. იცით რა არის? ზოგადად როგორც კარლ ურფიც ამბობდა, არ არსებობს არამუსიკალურად არანიჭიერი ბავშვი. ასე რომ ყველაფრის განვითარება არის ზოგადად შესაძლებელი და თან ეს ჩვენი თვითმიზანიც არ არის, რომ მაინც და მაინც იდეალურად გამოვიდეს. ზოგი ისეთი საყვარელია, შეიძლება ვერ იმღეროს ის ნოტები სუფთად, მაგრამ იმდენად მთელი გულით მღერის და იმდენად დიდ სიამოვნებას იღებს ის ამ პროცესით, რომ აი ამის მისთვის აკრძალვა, რომ შენ რაღაცა სუფთად იქ ნოტს ვერ იღებ, ეს არის აბსურდი, აბსოლუტური აბსურდი, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს აუკრძალო მას, ის იმდენად დიდ სიამოვნებას იღებს ამით.